გავაგრძელოთ ჩვენი შენობის პროექტირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო რომ გამეკეთებინა ჯერ პირველ რიგში ლეიერები, ანუ ეგრეთ წოდებული ფენები, ქართულად რო თქვა და მე გამეთავსებინა ეს ჩვენი ღერძები, უფრო სწორი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, მაგრამ არაუშავს ეს მანდამაინც პრობლემას არ წარმოადგენს. მოკლედ, უნდა შევქმნა ახლა ჩემთვის სასურველი ლეიერები, ამიტომ შევდივარ menu option, element attribute და layer model view ჩამონათვალში. კიდევ მე რომ ფანჯის ახსნას ახლა არ ვიწყებ, იმიტომ რომ ეს არის არქიკადის კურსი. და უნდა გვესმოდეს ყველა ის მოქმედება, რასაც ვაკეთებთ. ამ ჩამონათვალში ვაკეთებ ამ ლეიერების, რომელიც თვითონ პროგრამამ შემოთავაზა წაშლას, ამისათვის მოვნიშნავ ერთიანად ყველას. მონიშნავს ალბათ უნდა გვესმოდეს როგორ ხდება და რანაირად. hidden-ზე დავაწყაბებ პირველზე, ჩამოვწევ მაუსით, კლავიატურაზე shift დავაჭერ, დავაწყაბებ მონიშნება ერთიანად. ვისაც არ გამოგივათ ასეთი ერთიანი მონიშნა, მაშინ ცალ-ცალკე წაშალებ. ყველას ვშლი გარდა პირველი არჩიკად ლეიერისა. წაშლის დროს, როდესაც delete დავაწვევი, აუცილებლად ხაზგასმით ვამბობ, delete elements გამოვთავ move element into-ზე და აქ დამრჩება მხოლოდ არჩიკად ლეიერი ხელმისაწვდომი. სხვა დანარჩენი მკრთალი იქნება, ვინაიდან წაშლას ვაპირებ. Moves დავაჭერ და თუ რამე ელემენტი არის გაკეთებული, ყველა გადაადგილდება ამ არჩიკად ლეიერზე. იცოდეთ, თუ ასეთ ოპერაციას არ გააკეთებთ, რაც ახლა მე გავაკეთე, ოკეი, შემდეგ თქვენი ეკრანიდან სავარაუდოდ გაქრება ის ღერძები, რომელიც გააკეთეთ. ამიტომ იქნება არასწორი თქვენს მიერ შერჩეული მოქმედება. შევდივარ მეორედ და წავშალე ისინი, იმიტომ რომ არ მჭირდებოდა, რაც შეეხება არჩიკადის ლეიერს არ მონიშნოთ მეთქი, იმიტომ გითხარით რომ ძალიანაც რომ მოგდომებოდათ არჩიკადის ლეიერს, ამ სახელწოდებას გულისხმობ რა თქმა უნდა. ვერ წაშლით, იმიტომ რომ პასიურია მისთვის ხელსაწყო delete. დავაჭირეთ მოკლედ news და ვქმნი layers, ანუ ფენას ჩემი ღერძებისათვის. ღერძებში პრინციპში ორი ძირითადი ელემენტი მაქვს, ეს არის თვითონ ღერძი, თავის წრე და წარწერიანად და ზომის ხაზები. ამიტომ მაგალითად გავაკეთებ ასეთ სახელწოდებას ღერძები, იქნება ერთი ლეიერი, news დავაწვევი და მეორე იქნება ღერძები. დავუშვა ტირე ზომა. რატომ ვაკეთებ ასე? ამაზეც არ ვიწყებ, რა თქმა უნდა, საუბარს, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს რაღაცა დოზით. თუმცა პროექტირების ბოლომდე, როდესაც გავალთ, თუ რაღაცა არ იცოდით, თუ დამწყებიდან ნულიდან აკეთებთ ამას, მაინც რაღაცა დოზით მოხვალთ ასე ვთქვათ, იმ ცნებამდე თუ რატო და რისთვის ვაკეთე ეს ყველაფერი. ესე იგი, რა უნდა გავაკეთო ახლა? ეს ღერძები, რომელიც ახლა მოვნიშნებ და ვხედავ თუ არის არჩიკად ლეიერზე, უნდა გადავიტანო ჩემს მიერ გაკეთებულ ლეიერზე. ამიტომ მოვნიშნავ ამას და კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რომ არ მაქვს ჩართული ხელსაწყო სასპიენდი, იმიტომ რომ თუ ჩართული იქნება, მაშინ ერთი ცალი მოგენიშნება და სათითაოდ მოგიწევს ამის გაკეთება. თუ გამორთული გექნება, თუ რატომ უზრუნველყოფს და რას აკეთებს, კიდევ ერთხელ არ ვეხები, ამას თეორიულ კურსში გავდივართ ხოლმე, როცა ვსწავლობ. მოკლედ, მოინიშნა ერთი დაწყაბებით ყველა ღერძი, გავხსენით ეს მენიუ აქედან და ამოვიჩიე ღერძები. გადავიყვანე ეს შესაბამის ღერძებზე. რაც შეეხება ახლა ზომის ხაზებს, ასე დაწყაბების დროს ზომის ხაზები არ მოინიშნა თავისთავად, რა თქმა უნდა. გავხსენი menu document, ჩავთეთ ხელსაწყო dimension, შევედი menu edit-ში, შევასრულე select all dimension, ბრძანება, მოინიშნა ყველა ეს ზომის ხაზი, გავხსენი ეს menu და დავაწექი ღერძების ზომა. გადავიდა ესენი ამ შესაბამის ლეიერზე. მოხსენი მონიშნა X-ებზე დაჭერით. როგორც აღნიშნე, მე რო წინასწარ გამეკეთებინა ეს მოქმედება, ანუ ჯერ ლეიერები გამეკეთებინა და არ ვარ დაზღვეული, რომ არ დამჭირდება ახალი ღერძების გაკეთება, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღერძები გაკეთებული მაქვს და მივაქციოთ ყურადღება, არ მაქვს მონიშნული ღერძები, ისე შევდივარ ისევ dimension grid-ში. ესე იგი, 0-დან რომ გამეკეთებინა, ან რომ შემდგომ დამჭირდეს ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ახლა აუცილებლად მიუთითებ ყველა საჭირო ელემენტს იმ layers, რომელიც მე მჭირდება. კერძოდ, თვითონ ფანჯარა grid system setting-ში, აი აქ ვუთითებ, რომ ეს არის ღერძების ლეიერი, ახლა missing-ია, იმიტომ რომ უკვე დაკარგულია რახან წავშალე. grid element setting-ში შევდივარ ამ ღილაკით, რაც გამოვიყენე და არჩიკად ლეიერის ნაცვლად ვუთითებ ღერძები, ოკეის ვაწვევი. შევდივართ dimension line-ის ღილაკ setting-ში, აქ ვუთითებ ზომებს, ანუ ღერძის ზომა. თუ ეს გადაბმა იცით და გავლილი გაქვთ რა არის მათ და ჩართული ქონდათ, მაშინ აღარ დაგჭირდებოდათ, თუ არ გესმით ან ვერ ხვდებით რა არის, setting-ში შევდივარ, ამიტომ არ ვიწყებ იმის ახსნას აქ და აქაც ვუთითებ ღერძების ზომა. თუ დაგხვდათ რომ ეწერა ღერძების ზომა, მაშინ აღარ ჭირდება ხელმეორედ არჩევა. ანუ მე რო ეხლა დამჭირდეს ახალი ღერძების გამოტანა, ეს პარამეტრები უკვე წინასწარ მითითებულია და აღარ დამჭირდება რა თქმა უნდა ხელახლა გაკეთება. უბრალოდ პრაქტიკულად დაგანახებთ, რომ ოკეიზე დაჭერის შედეგად მოდის ეს ღერძები, რა თქმა უნდა შემიძლია ახლა დავსვა, რომ გამეკეთებინა ეს ლეიერები თავიდანვე მექნებოდა ეს
პარამეტრები ამ დონეზე გაკეთებული. არ გაგიკვირდეთ მათ შორის ეს რატო აღმოჩნდა აქ, იმიტომ რომ გახსოვთ ხოლმე ის მოვნიშნე და ისე შევიტანეთ ცვლილება. ამიტომ ამ მონიშნულში ცვლილება არ გულისხმობდა, რომ ახალში გააკეთებდა იგივე ცვლილებებს. თუ იქვე არ შევიტანდი იმ 8000-ის ჩანაცვლებას. ანუ გავიმეორებ მაინც რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში. აი აქ თუ არ ჩავწერდი რა თქმა უნდა 800, ისი არ გამოვიდოდა ის გასწორება. აწი ახლა რახა 800 მიწერია, ყოველ ახალ გამოტანილ შემთხვევაში აქ 800 აღმოჩნდება ეს. ნუ რა თქმა უნდა მოვნიშნე წავშალე delete-ით და პრაქტიკულად მაინც გადავამოწმებ, რამდენად სწორად გამომივიდა ის ოპერაციები, რაც გავაკეთე, სათითაოდ შევამოწმებ, მაგალითად ღერძების ზომას გავთიშავ OK-ის დავაწვევი და შევხედავ გაითიშა თუ არა ეს ლეიერი, რომელზეც განთავსებული ზომები გვაქვს. გავთიშავ ღერძები OK-ის დავაჭერ, ნუ მე მგონი ხვდებით რომ თვალს გავეფარ OK-ი და გაითიშოს უნდა ეს ღერძები. ესე იგი ყველაფერი სწორად გაკეთებული, შემიძლია ისე ჩავთო, OK-ის დავაჭირო და გავაგრძელო მომდევნო ოპერაციების შესრულება. რა თქმა უნდა, ცვლილებებს აუცილებლად ვინახავ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ყოველ აწუთში თვითონ ასრულებს ოპერაციას, შეიძლება მე სიტყვაზე ვთქვათ, უფრო ჩქარა ან ჩქარა მუშაობთ, ამიტომ თუ გააქვთ იმის პრობლემა, რომ შეიძლება პროგრამა გაიჭედოს, ან პროგრამა დაიხუროს, ან Windows-ი გაიჭედოს, ან შუქი წავიდეს, ან ელექტროენერგიის წყარო მუდმივი არ ქონდეს და პროექტის დაკარგვის საშიშროება, ნუ რაღაცა ოპერაციას რო შეასრულებთ, მე გიჭირთ ხოლმე რა თქმა უნდა, save-ს დააჭიროთ. თუ არ მოგიწევთ, ხელახლა მე ამ ყველაფრის კეთება.